მშვიდობის ამ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. დავიწყოთ არა, დღეს გონი რაღაც საინტერესო დღე გვექნება და გეტყვით რატომ. ეხლა მე ვიმყოფები ვაიომინგში, პირდაპირ შუა, აი შუა ადგილას, ეხლა გეოგრაფიულად რო შეხედოთ, ცხოვრებისთვის ვაიომინგი არის ყოველთვის პრობლემატური შტატი, იმიტომ რომ ეს ხო მაღალმთიანია, ეს არის მაღალ დონეზეა რა 3000 მეტრზე და ამინდები იცვლება პერიოდულად სასწაულად. მაგრამ ეხლა ჩვენ გაგვიმართა კაი ამინდია და გუშინ მოვედი აქ, ტვირთი მაქვს ასაღები, ყოველთვის ისეთი ადგილია, ამ ადგილს ქვია ბუფალო, ეს არის 90-იანი გზის 25-ის გადაკვეთაზე. და ყოველთვის ძალიან ხშირად გამომივლია აქეთ რა. და სულ ფიქრობდი, აი რა საწარმოებენ, რა საკეთებენ და ეხლა დღესაც ტვირთი გვაქვს ასაღები. უნდა წავიდოთ ტეხასში. მაგრამ რა მოხდა? გუშინ რომ მოვედი, მეთქი ცოტა ადრე საღამოდ მოვედი, მეთქი შეიძლება ადრე დავტვირთო მეთქი და წავიდე მეთქი. მაგრამ რო შევედი, იყო ძალიან ვიწრო გზები. სხვათა შორის აეროპორტის გზა ქვია. და აი გადავწყვიტე რომ აქ იყო პატარა ახალი აშენებული ლავსია რა. მეთქი პარემ დავიბან მეთქი და ხალ დილით მივარ მეთქი. მაგრამ მეშინია მანქანით შესვლა, იმიტომ რომ იქ არის ხიდი და ვიწრო გზებია და ამ ბოლო დროს ცოტა უხერხო სიტუაციაში რომ ჩავარდი და პრობლემებში რომ ჩავარდი, თავი შევიკავე და ეხლა მივარ იქ დავდგები მაგას ჯორჯის დავაყენებ და ფეხით წავა და მე დავზეროთ რა და თან გავივიდეთ და თან ჩვენ ამ ბავშვით რაღაცა დავათვალიეროთ, აი, როგორი ძველი ტრაქტორებია. ეს ხალხი რას აკეთებს აქ? ნუ ერთ სიტყვით დავიწყოთ ჩვენებურად. ეხლა მივალ იმ ადგილას და გადმოვალ და ნახოთ რა უნდა წავიღოთ. შუა ბუფალო, ასეთი დასახლებაა. ერთ-ერთი ცივი და კლიმატურად არასტაბილური ადგილი. ხალხი ცხოვრობს, ხალხი მუშაობს, მაგრამ ცივ და ნუ ალბათ ეხლა სასარგებლო არ იყოს, ხო არ იქნებოდა ეს ხალხი. ნუ აქ ეხლა მე ადრეცა მაქვს ნათქვამი, ვაიომინგში ბევრი რადიაციული ნივთიერებებია, წიაღისეულები, მაგას აწარმოებენ რადიუმი, პლატიუმი და ეს რადიაციული ურანი. და ძირითადი ეხლა მიუხედავად თავისი ასეთი არაკარგი კონფლიქტის ამ კლიმატური სიტუაციისა, საკმაოდ დიდარი შტატია რა. და ეთქობა ეს მე ვიცი ზოგიერთი ადგილები თქვათ იმუშავებს ადამიანები 15-20 წელი, 25 წელი და მე უკვე ასაკისკენ რომ მიდის, მე უკვე იქით მიდიან ამერიკაში და იქ აგრძელებენ თავის ცხოვრებას. სიცივეა ხა -1 გრადუსია, მაგრამ კაი ამინდი არის, ასთავარია კაი ამინდია და რამდენი სასტუმროა, ესე იგი სულ მუშაობ, აი ჰილტონია იქ ჰოლიდეი გავიარეთ, აგერ ჰეპშემინი. ამერიკულ სტილშია რა. მიდის მუშაობა, რაღაცა გამოიმუშაო, რაღაცა შეიმუშაო, ფული გააკეთონ და ასე შემდეგ. შენობას აშენებენ. პროგრესი მიდის. ბიზნესი რო არ იყოს, ხო არა აშენებენ. ხალხი არ დადის, თვითონ ისაც არ დადის ხალხი, მანქანები დადემა, მაინც დილის 7 საათია და ეს სპორტსმენი მიყვარს აგემორბის ძახს ასეინებს და თვითონაც აქ მოვედი, ეხლა მოდი ჩამოვარ და აქ დავაყენებ მანქანას, ჯორჯს დავტოვებ. აეროპორტის გზა ქვია რა და რა ვიცი, მაინც თავს შევიკავებ, თან გავივლი ფეხით. ესე გავაჩერებ აქ.
ჩავიცვათ და გადავიდეთ. დაგველოდე შენ, დაგველოდე ახლა. ესე იგი მეგობრებო, გუშინ ხო ასე აქედან მოვედი რა. მოვედი ჩვეულებრივად ახლა რაც ინტერნეტი და ის ინტერნეტი, Google ეს არაფერი არ იჭერს და ნახაზებით მოვედი რუკით. და Johnson Country აეროპორტ, ეს კი სავარაუდოდ აეროპორტია. და აი ეს რო შემოვედი, არის აი სავარაუდოდ ეთყობა იქ საცხოვრებელი ცხოვრობს ხალხი და მათ აქ წამოვედი მარჯვნივ. მაგრამ უყურეთ რა ხდება და რამ დამაყოვნა. ამ ვიწრო ქუჩებზე ახლა ვაიომინგია ხო როგორი ფართო ის არის და გამიკვირდა რა. თან კაციშვილი არ დადის და აგერ აეროპორტი ეთყობა პატარა თვითმფრინავები დააფრინავენ. მაგრამ უყურეთ ნახეთ. აგერ პატარა ხიდია და აკრძალულია. weight limit 3-10 ტონა, 4-5-10 ტონა. 10 ტონაზე მეტი მანქანა თუ არის, გადასვლა არ შეიძლება. ეხლა არის ხოლმე რომ არის ხოლმე რომ როგორ ვთქვათ, არ მიაქცევ ყურადღებას. ეხლა სავარაუდოდ პრობლემა არ უნდა იყოს ეხლა აი ეს ხიდია რა. არ დაინგრევა არაფერი, მაგრამ თავი შევიკავე, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც ეს სუჯარიმებზია ყველაფერი გათვლილი და აქ რო გაივლებ და აი ხიდი. პატარა ხიდია, რა ხიდი, არაფერს არ არის. არც ჩაინგრევა, მაგრამ რა ვიცი, ჯარიმა არ მომცემ მეთქი და გადავწყვიტე დღეს ცოტა დილით. ეხლა 7 საათია გამოვალ მეთქი ასე. ფეხით ვარჯიშათაც ჩაგვეთვლება. და აი იქიდან უნდა წავიდე. იქ არის რაღაც ეს ფერმა. მაგრამ კიდევ რატო შევიკავე აქით მანქანით წამოსვლის, იმიტომ რომ ასე რომ წამოსულიყავი, მე იქ რო გავიჭედო და თან არ ვიცი. იქ მოვატრიალებ, ვერ მოვატრიალებ. და ჯობია დავზერო რა რო იტყვიან და აი ამ პროცესში ვართ. ჩვენ ხო გვიყვარს ყველაფერი ბუნებრივად, ნატურაში, ორგვარი რისკების გარეშე. ეხლა ეს სუფუთ მანქანები კი დადია, მაგრამ რო დავინახო რა ტრაილერმა გამოიარა, მე მაშინ დავწყნარდები, მაგრამ ეხლა ტრაილერები ცენტრალურ გზაზე დადიან. თუმცა ნაკვალევს კი ხედავ რომ აგერ დადიან, მაგრამ მოდი რახან წამოვედით. თავ შევიკავეთ. ყველა ეს არის პიონერ კორტ, აი, როგორ სახლებში ცხოვრობენ. ეს პატარა ვაგონჩიკი სახლებში ცხოვრობენ მოსახლეობა. ნუ წეღანაც რა თქვი რა. ესენი ეხლა ძირითადად მუდმივად გამკვიდრებას არ აპირებენ. იმუშავებს თქვა 15-20 წელი და მე უკვე ცოტა ფულს რომ მოაგროვებენ, მე მიდია. ეს უკვე ვაიომინგის სტილია. მაგრამ რა წერია? Crazy Woman Cottage. Airport Road. ეს არის აეროპორტის გზა. ისე და კოხთა სახლებია, მაინც ნახეთ. Crazy Woman Cottage, რას ნიშნავს? არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს საეროსკიპო. ეს უბრალოდ ჩემები რა ვფიქრობ. მოდი და ეხლა მას კი შემიძლია, აი ვინც ყველა გამოდის, ყველა ხელს იქნეს. მაგრამ ალბათ უკიდურეს ვინ არის ეს ფეხით რო დადისო. და ჩვენი ობიექტი სადღაც ერთი არის ნახაზე ეწერა 9 მილი, ну სადღაც 800 მეტრი. არის ნახოთ. აი შინაურით გამარჯვებას ვეუბნები ყველას. ეს ეხლა კაი სახლია, ნორმალური სახლია. ეხლა თავისთავად ეხლა ყველა არ მიდის, მაგრამ ну ზოგიერთი იწყებს ცხოვრებას, ხო? ეხლა სტატისტიკურად ვაიომინგი ერთ-ერთი დიდი შტატია, ტერიტორია სადაც
მესამე თუ მეოთხე ადგილზე ამერიკაში სიდიდით და მოსახლეობა არის 600,000 მოსახლეობა ხო ეს რატო გაჩერდა და ამას კითხვა არ გაჩერდა უკან დაატონდა ნელა მოდიოდა და გაიწავიდა არ უშევსავით ხო და ეხლა ეს უკვე აშკარად უკვე დიდი ხნით აპირებს ცხოვრებას აი ესე ხდა სახლია ეს იქითაც ნახეთ როგორც ვიცი სამსახურები ძალიან ბევრია ვაიომინგში ძირითადად შახტები და წარმოებები და ასეთი მაგვარები მაგრამ რადიაცია რო არის ბევრი არ მოდის თუმცა ეხლა ხო იცით ფული ისეთი რაღაცა ლაფიზე წავა აი მგონი ამ აღმარს ავალთ და იქ იქნება ჩვენი რა ვიცი საწარმოა თუ რა არის ბიზნესურადაც საინტერესო აი კიდე კაი ხა რა ძნელი აი როცა არ იცი და ასე რომ წამოხვალ ტრაილერით ნახეთ ვიწრო გზა არის ვერსად ვერ მოუხვევ ალბათ საუბრობთ იმ ადგილას იქნება სადაც უნდა ავიღოთ ჩვენი ტვირთი აზი ნახეთ ამდენი ქურციკია ქურციკები გაიჩიტნენ ახლოს თუ მიგიშეს კარგი იქნება სანამ გონია გაიქცევიან დავიდნენ ასეთი სიარულის საშუალება რომ მომეცემა ხოლმე მიხარია რა ეს სისხლი მოძრაობს მაინც ტრაილერებს ღოლებს აი ნახეთ როგორ მიჭესუნ მაგრამ თბილისში რო ჩამოვა 2-3 კვირაში აღვადია ფეხბურთი ცურვა სტაბილური ისა სულ ასეა ხოლმე რა ჩამოვარ 3 თვეში კი ვითომ ვარჯიშობს ვცდილობ მაგრამ ის არ არის რა მაგრამ კარგი ქურციკობა მოდით აქ რომ მიყურებ ჩორიდან 1 2 3 4 5 როგორ მიყურებ ისინი შიშები კი არიან ხო იცი გაიქცე ნახეთ მეგობრებო რამ ხელა მანძილი გამოვიარე ეს თუ რა აღმართია ეხლა ეს ცოტა დაგჭა როგორ ვიცით ხოლმე ღობე შარაგზაზე სოფლის შარაგზაზე მოვდივართ ასფალტირებულ სოფლის შარაგზაზე როგორ მახსოვს აი ჩვენ დროს კომუნისტების დროს აბა დამეთანხმებიან სოფლებიდან რომ მიდიოდნენ ხოლმე ბაზრობაზე ან რაღაც საქმეზე რა რაიონში კალოშებით მოდიოდნენ ხო თქვათ ახლა წამდგე სოფელია კალოშებით მოვიდოდა იმ ცენტრალურ გზაზე მივიდოდა ადამიანი კალოშებს მოიხსნიდა და ლამაზ ფეხსაცმელებს იცმევდნენ ხოლმე როგორ მახსოვსა და აი ეს გამახსენდა ეს პერიოდი ჩემ ნათესავებს სოხუმში ხო იცხოვრობდა ჩემი წინაპრები და წებელდაშიც ჰქონდა სახლი სოხუმიდან არის 23 კილომეტრი ყვება აი საკენისკენ რომ მიდიხარ სვანეთისკენ და ისეთი ლამაზი სოფელია ისეთი და ის გამახსენდა თელი ბავშვობა იქნა გატარებული და ფუციკი იქიდან მიყურეს უშინე ეს ადგილი რომ მოვნიშნე მეთქი ეს რა არის და არაფერი დასახლება არ არის და აი ეს არის ვითომ აქ უნდა მოვიდე მოდი ერთი ნახაზებს გადავხედავ კიდე აი ხა მე ტრაილერით რომ ამოსულიყავი აქაც ვერ მომატრიალები კი მომატრიალები მაშინ მინდოზე უნდა მომევლო წესი დარიგით ვითომ ეს არის ეს ორგანიზაცია აქ უნდა წავიღო რაღაცა
ვერ გავიგე ოპელი. რაღაცა აი ეს არის და თუ აქ უნდა მოვიდეო. მისამართი არის 61, ეს არის აეროპორტ როუდ და 61 არ არის კაცო აგერ არ წერია. ეს არის ეს ორგანიზაცია. 15-ის აი ვიღაცა არის, აი 61 ნომერი. აი ვიღაცა ამას კითხავ აბა. Good morning. Excuse me, 61 road, yeah? 61. Yeah. I have pick up. Oh, you picking up wool today? Yeah, so Full go bags? to this one, yeah? You'll be right at this dock. And I have question. If I come with truck, no problem because I see bridges. Yeah, we get them up here all the time. You No park down problem. there at I the can bottom of pass. the road? Yeah, I can pass, yeah? Oh, yeah, Yeah. absolutely. And I can come and park over here? Yeah, if you actually come right up past this sign and just loop around facing this way, then you come back Okay, into that okay. dock. No problem if I pass grass, yeah? There's nothing Okay, there, thank so you, thank you. bet. You are owner here? You. No, that's my father. Your father. Okay, Yep. okay. I will come because my truck is over here. Okay, thank you. Very good. Thank you. ჩემი მამაო, ჩემიო და ხო, ესე იგი სწორად ესე იგი ასე მოხვალო, ასე მომატრიალებო და იქ დააყენებო რა. გასაგებია. თვითონ აქაც ცხოვრობს, ეხლა იქიდან წამოვიდა. აქაც ცხოვრობს და რას აწარმოებენ? არ ვიცი. ნუ კაი, წავედით უკან. წავედით უკან, დავეშვათ და ამოვიდეთ. ეხლა მეგობრებო, ალბათ გაგიკვირდებათ კიდო, ეხლა მე რასაც ვიტყვი. ეხლა მივდივარ უკან ფეხით. ეს ბიჭი წავიდა უკან. ქართველი რო ყოფილიყო, ან მე რო ყოფილი, ან ნებისმიერ რო ყოფილიყო, ხო მეტყო, მოდი ჩაგიყვან იქამდე, მაგრამ შენც არ მომიგდე, წავიდა ფეხით და მე ისა მანქანა და მე კიდე ფეხით ვიწეს წამოსვლა. აი ქართველები რითი განსხვავდებით სხვა ხალხისგან. ეხლა ეს შეიძლება მივხვდარიყო, შეიძლება არა, მაგრამ მე ხო დარწმუნებული ვარ ჩვენი ეხლა სოფელში, ეხლა მაგის მამის ტვირთი მიმაქ სადღაც, ხო? ხო და რო ვკითხე, იქ ხო უთხარი ხიძე გადავალ მეთქე და ხო მიხდა რომ იქ უნდა ჩავიდე, მაგრამ შენც არ მომიგდო, დაქოქა მანქანა წავიდე. რა არის ეხლა ეს? ცდილობა, უზრდელობა, ცოდნა თუ არა ცოდნა. ეს უკვე თქვენთვის მომიდია რომ შეაფასოთ. რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის შეიძლება ვის ემოციური ადამიანი ასეთი რაღაცეები გულში ხდება, მაგრამ ჩვენ ბევრი რაღაცა გვაქვს ცხოვრებაში ნანახი და არავითარ შემთხვევაში არაფერი არ არის. ჩვენ სამაგეროთ აგერ ფეხი დავდივარ და უკვე რამდენი 1-3 კილომეტრი გავიარეთ, ხო? უკან დავბრუნდებით და უბრალოდ აი კარგი იყო ეს ქურციკები, მაგ ქურციკები შორსად გადიქება. ესე იგი, მაინც ასეთი შემთხვევაში დამწყებო მძღოლებო, მომავალო მძღოლებო, ან თუნდაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და საერთოდ არა მარტო ჩემი გამოცდილებიდან ყოველთვის ჯობია რომ აი ესეთი საეჭვო შესასვლელი რო არის, ფეხით ამოხვიდეთ და ნახოთ. აი ხლა წინა ვიდეოებში რომ ის ექსელი რო გავაფუჭე, იქაც ეჭვი კი შემეპარა, მაგრამ უნდა რაღაც ყურადღება არ მივაქციე. უნდა გავჩერებულიყავი და კარგად შემემოწმებინა ეს ადგილები. არის რა, არის ადამიანი ზოგჯერ ითიშება, რაღაცა მოეშვები, რაღაცა ესეთი მომენტებია, მაგრამ რასიზა მოცემულობა, თუ გინდა რომ არ დაზარალდე, ყოველთვის უნდა იყო ყურადღებით. აი ამ ხიდს უახლოვდებით, აი აქაც კიდევ აი აქეთან მხრიდანაც ეს გაფრთხილებაა და ეს არის მიზეზი გააჩნია ახლა პოლიციელი რა ხასიათზე იქნება, ვინ შეხვდება. ჯობია მოერიდო, იმიტომ რომ ყველაფერი ხო იცით როგორ არის, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული და რატო უნდა გადაიხადო. თუმცა ახლა შეიძლება გამევლო კიდევაც, მაგრამ მე იქ რო ვერ მომეტრიალებინა, ხო არ იცი. ერთ სიტყვით სწორი სტრატეგიული გეგმა შევიმუშავეთ. ახლა თავისუფლად შემიძლია ეს ხიდი გადმოვიარო, ავალ ნენელა იქა.
მივაყენებ და საინტერესოა რას აწარმოებენ. გონი ეს ტიპი ისე უკან ბრუნდება ეს შვილი. ასე ჯიპით არ იყო. არა ეს ვატიპია. ეს ყოფილა თვითონ ნაცნობივით ხელი დამიქნია. ჩავიდა და ამოვიდა. ეხლა მაგან ეთო მაღაზიაში მივიდა რაღაცა. მაგრამ ასე ცუზე არ ვიფიქროთ, ვიფიქროთ კარგზე. ჩვენი ჯორჯი გველოდება იქით. ჯორჯუნა. გაჭველებს უყვართ ხოლმე, ხო? ასე თქვა ჯორჯუნა, ბუჭუნა. დიდი გაჭველებმა რა იციან, კაცო, 2 მეტრიანი სამკაცური 3 მეტრიანი კაცია და დათუნია. თემუნია, ჯორჯუნა, მოჯუნა. ესე გამახსენდა ეხლა გაჭველების ისა და ჯორჯუნა. ჯორჯი, კაცურა, ჯორჯუნა. ჯორჯიც ხო დიდია და კარგია რაჭა. რაჭური ლორი. კაი, ხვანჭკარა და ტკბილი რაჭველი კაცები. ბუთხუნები. ჯორჯუნა. დავიდეთ. საინტერესო რა საწარმოებენ ახლა ახლა. ისეთი რაღაცა რომელიც ეხაში უნდა წავიღოთ. აი ჩვენი ხიდი. გადავიაროთ ეს ხიდი. მან კი მითხრა ბალახზე გადაიარეო, მაგრამ ბალახზე საერთოდ ტრაილებში ნუ აი ხა სველი იყოს და აი არ ვიცი ხა ცოტა უნდა დავფიქრდეთ. მოდი ხა კიდე გადავიდე, მაინც მეშინია ხა ტრაილებზე ხო. ამე შემიძლია ასე შევიდე. როგორი მომენტია. ამან მითხრა ასე გაცდებიო და ასე შემოატრიალეო, მაგრამ მე აი ამ ტალახში მეშინია მისვლა. მე შემიძლია ასე შევიდე, აქ დავატრიალო. აი ეს ნახოთ ერთი როგორი მიწა, ტალახი ხო არ არის მიწა რო არ გამიჭირდეს. მე რომ აი ახლა აი ტალახში რო გამეჭედოს ტრაილერი, აი სველია მიწა რა. არა აქ აპასნია და აქ დავაყენო. ის კაცის ბიჭის ასაწავიდა ასე. არა ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. აქ ქვები არის, მაგრამ აქ არ გაიჭედო ჩვენი ჯორჯი. თუ აი ესე შევიდე და ასე წამოვიდე, ასე დავაყენო. ჯერ ბიჭმა მითხრა კი. აი ამას უნდა მივუყენო ჩვენი ტრაილერი. ო, სპალერიცა არა. ასე მივაყენო, აი ვიღაცა მეტყვის ახლა. ეს სხვა ტიპია ალბათ. ალბათ მეტყვის. ეს სხვა ტიპია, ეთქობა. ეს რა მამა ეთქობა. პატრონი ალბათ. Good morning. You are owner, yeah? Yeah. Why don't you? How come you guys don't understand about time? No problem. I said 9 Yeah. o'clock. No problem, but because I'm afraid it's very Oh, narrow. bullshit. Just you pull in right there. You come up here. You make a circle right here, and you back up. Okay, to no the problem. Yeah, it's ground. Okay. No, fuck the ground. We've loaded a lot of trucks here. Okay. Don't worry. You don't have to worry about that bridge down there. Yeah. Why I decided this. Okay. So Okay. it's good. The buyer ain't gonna be here till 9 o'clock. Okay, no problem. Take So time. Pull Yeah. in right there. Like this and You come. just come right up here and make a turn and pull out, and then you gotta back up. Okay. Alright. ეს არის პატრონი ამ ტვირთის და მე უთხარიო თქვენ კომპანიას 10 საათზეო, გაიგე? და რატომ მოხვედიო ასე ადრეო და
ეთქვა იმ შვილმა უთხრა რომ მე ვთხარი ხიდის გამო ყველას თავისი ისინი აქვს რა. სხვათა შორის ამ დღეებში მინდა გავარჩიო სტივენ კინგის ნაწარმოებები. იმიტომ რომ სტივენ კინგი ეს მან კარგად ახსენს ამერიკული ხასიათებს და რომ გაიგო ამერიკელების ხასიათი სტივენ კინგი უნდა წაიკითხო. და ამ დღეებში მაგასაც გავარჩევ და ამიტომ ასეთ ტიპები უცნაურ ტიპებთან რო გაქვს ურთიერთობა უკვე აღარ გიჭირს რო იცი. საყვედურით მოვიდა რა ხან თავისი განრიგით რაღაცა დავარღვია, მაგრამ რას ამერიკული ხასიათები და ამერიკული პერსონაჟები. ჯიპით მოვიდა მამა, მოვიდა შეხან 10 საათზე მოვალო რა. ჩვენ კიდევ ასე გითხოთ, ასე შეხვალოთ, ასე და გასწორდები. არიდერდო გააკეთე როგორც გინდაო და ავაკეთე როგორც მინდა, რა ვიცი. ამათია ყველაფერი. ამათ ხო იცი როგორ აქვს, აი ჩემია, ჩემ ტერიტორიაზე რა გინდა, აი საკუთრების ის აქვს ძალიან მაგარ იმაზე რა ვიცი, რამის ავანტყოფური იმაზეა, აი ჩემ ტერიტორიაზე რა გინდა, აი ხეჟე დადგე და პოლიციას დაუძახოს, რომ აი ჩემ ტერიტორიაზე მოვიდა და ასე და ასე. ოდე ხა მეგობრებო მე დავაყენე და მე გავაგზავნოთ საუბარი ვაყენე. ეხლა მაინც გამისრია და ეს ტალახი მაგა კარგია, გაგვიმართლა რომ 2 ეს მოჭიდება არ აქვს ხოლმე რა მანქანებს აი ტალახზე და 1-2 დაასრიალა, მაგრამ ნუ თავის საქმე მაინც გააკეთა. ეხლა იმ კაცმა თქვა 10 საათზე ჯერ არ არის აქ ეხლა 10 საათზე მოვალო. როგორ დავაყენეთ? ოკეი. აა. გასწორება შეიძლება კითხვა რა შეიძლება. საინტერესოა რა საწარმოებია. ჩვენი ბიზნესური ამბავი ხო გვაინტერესოს? რა უნდა? აი მოდი ვიქტორინა გავათამაშოთ მეგობრებო. აი მე აზზე არა ვარ, ეხლა რა უნდა აწარმოოს აქ ადამიანმა? აი წარმოიდგინე ვაიომიში არც მინდორია თქვა რაღაცას მოსავალი კონდეთ რაღაცა. ტიპს აგერ აქ თავისი საწყობი და ისეთი რაღაცა უნდა წავიღოთ, რაც ტეხაში მიგვაქვს რა ეს სიტყვით. რაღაც ქალაქ დამოვიდა მე ვიტყვი. რა საინტერესოა რა საწარმოებია. არ არის გამორიცხული, ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია საშუამოვალო ბიზნესი ხო არა რაღაცას ყიდულობს და მე ყიდის. ვინადან ეხლა ეგ საწყობის ამბავია, ხო? ეს თვითონ აქ ეხლა გადასახადი არ იქნება ბევრი. აბა საავადოთ ამ კაცის არის ეს მიწა. თვითონ აგერ ცხოვრობს. შვილთან ერთად ეგრე სამი იმ სახლში ცხოვრობს. და აქითა ეს საწყობია რა. და შეიძლება რაღაცას ყიდულობს და ყიდის. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ რა. თორე წარმოებით ეხლა რა უნდა აწარმოო აქ? აზე არა, ნუ დავილოტო ცოტა ხანში გავიკეთეთ. ნახოთ ეხლა რა მანძილი გვაქვს გასავლელი და რა ქალაქია. ვიდივართ სან ანჯელოში, ვა, რა მაგარი სიტყვა ანჯელო. შემეშალა. ტექსასი. ვა, ვერი პოვა დაიცეცით. ტექსასი დავამატოთ, ტექსას. აგერ არის. სან ანჯელო, ტექსასი, ჰუჯესტრის. რამდენი გვაქვს გასავლელი? Navigate on road. 1118 მილის. 18 მილში გვიხდიან $2600. ცუდი ნამდვილად არ არის.
ამდენი გამოდის 2 და 42 და 2 და 40 გამოდის. დევანდე პირობებზე ცუდი ფასი არ არის. კარგი, აბა დავილოდოთ ახლა ამ კაცს. აბა ხა მე გავალ. მაგრამ გასვლაც არ მინდა ეხ ცოტა. აი ეს კურციკები და ირმები მინდოდა, უღ გაიქცნა, ხედავ. ცოტა დათბა. მაინც თაში და მაღალმთიან ადგილებში. სიტყვა რომ მოდის, მაინც სხვა არის რა.